სასტუმრო პარაგრაფში საქართველოს რკინიგზა მოდერნიზაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და კერძო სექტორთან ერთად დაესწრო. პროექტი ინფრასტრუქტურის და მოძრავი შემადგენლობის მნიშვნელოვნად განახლებას ითვალისწინებს, რაც ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერებას ემსახურება. იგეგმება სავაგონო პარკის განახლება და ამასთან სიახლეებია სამგზავრო გადაზიდვების კუთხითაც. თემაზე ჩვენი ჟურნალისტი მარიამ ბერძენიშვილი მუშაობს, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდდება. მარიამ, უფრო დეტალურად რა სიახლეებია დაგეგმილი? დიახლაშე მასშტაბური განახლების პროცესში საქართველოს რკინიგზა გეგმავს 50-მდე ახალი ლოკომოტივისა და 1500-მდე ახალი ვაგონის შეძენას, როგორც დღევანდელ ღონისძიებაზე აღინიშნა. პარკის განახლება ხელს შეუწყობს სატვირთო გადაზიდვების მოცულობების გაზრდას, როგორც შეახნიშნა, ასევე არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე არის დაგეგმილი სამგზავრო გადაზიდვების მიმართულებითაც, მაგალითად, როგორც დღევანდელ ღონისძიებაზე აღინიშნა, დაგეგმილი არის 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შეძენა, ხოლო პარკში არსებული უკვე 5 მატარებლის განახლების პროცესი მიმდინარეობს. ამასთან დაგეგმილი არის როგორც ბაქნების, ასევე სადგურების რეაბილიტაცია, რაც შეეხება უშუალოდ ახალ რეისებს. ამ მიმართულებითაც არის სიახლეები. უახლოეს პერიოდში 2 ახალი სიხშირე დაემატება, ასე ვთქვათ, სარკინიგზო სამგზავრო გადაზიდვებს. დაგეგმილი არის თბილისი-ქუთაისი თბილისის მიმართულებით და ასევე თბილისი-ახალციხე თბილისის მიმართულებით რეისების დამატება. ამასთან მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად საქართველოს რკინიგზა მგზავრებს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით უკვე 4 საათში ჩაიყვანს და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე უკავშირდება ბორჯომი-ბაკურიანის დამაკავშირებელ სარკინიგზო ხაზს, ეგრეთ წოდებული კუკუშკა, ასე ვთქვათ, მგზავრებს მომავალი წლის იანვრიდან მოემსახურება. როგორც შეინაღნიშნა დღევანდელი პრეზენტაცია და ღონისძიება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა, როგორც მთავრობის მეთაურმა ღონისძიებაზე აღნიშნა, საქართველოს რკინიგზას აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ამასთან, როგორც პრემიერმა თქვა, მომდევნო წლების განმავლობაში დაგეგმილი არის მასშტაბური ინვესტიციის განხორციელება, საუბარი არის დაახლოებით $1.7 მილიარდზე, რომელიც საქართველოს რკინიგზის განვითარებაში ჩაიდება. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სწორედ სწორი მენეჯმენტის დამსახურება არის ის ფაქტი, რომ დღეს საქართველოს რკინიგზა ხარჯების ოპტიმიზაციით ახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან პროექტს და ამასთან ერთი წლის განმავლობაში კომპანია უკვე 30%-იან მოგებაზე გავიდა. დღევანდელ ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, როგორც მარიამ ქრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოს რკინიგზა ეს არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურა, ის არის საკმაოდ მნიშვნელოვანი რგოლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების. ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, განსაკუთრებით ისეთ მწვავე პერიოდში გლობალური გამოწვევების ფონზე, როგორც დღეს არის მთლიანად მთელ მსოფლიოში, საკმაოდ მნიშვნელოვანი არის სანდო ჯაჭვები და უსაფრთხო გადაზიდვები. ამიტომ, როგორც ქრივიშვილმა თქვა, შუა დერეფანი იძენს საკმაოდ დიდ როლს ამ ყველაფერში და ბუნებრივია, საქართველოს რკინიგზა შუა დერეფნის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია. 50 ახალი ლოკომოტივი და 1500 ახალი ვაგონი იქნება შეძენილი საქართველოს რკინიგზის მიერ, ასევე 10 ახალი სამგზავრო მატარებელი, რაც ბუნებრივია ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის მნიშვნელოვნად გაზრდას და ასევე გაზრდის ბუნებრივია კომფორტს ჩვენი მგზავრებისთვის და შეამცირებს გადაადგილების დროს. განხორციელდება რკინიგზის სადგურების და სარკინიგზო მონაკვეთების სრული მოდერნიზაცია, დაენერგება თანამედროვე ავტომატიზებული მართვის სისტემები, დაემატება რკინიგზას ახალი მიმართულებები, აშენდება კონკრეტულად ანაკლიის სპორტთან დამაკავშირებელი 18 კილომეტრიანი რკინიგზის ახალი ხაზი, ასევე ჩვენ დავანონსეთ ბორჯომი-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის გასაგებული კუკუშკის განახლება, რაც მნიშვნელოვანია ბუნებრივია ჩვენი საზოგადოების თუ სწორად ვებზით კორუფციას, ნეპოტიზმს და თუ სწორ ნაბიჯებს გავთ მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების კუთხით, შედეგები შეიძლება დადგეს ძალიან სწრაფად. და ამის საუკეთესო მაგალითია საქართველოს რკინიგზა. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა უნიკალურ პოტენციალს ქმნის და მისი სრულფასოვანი გამოყენება ჩვენი სტრატეგიული არჩევანია.
სწორედ ამ არჩევანის შედეგია, რომ საქართველო დასაყრდენ პარტნიორად პოზიციონირებს, სადაც ევროპა და აზია არა მხოლოდ გეოგრაფიულად ხვდებიან ერთმანეთს, არამედ ეფექტიანი კავშირით ერთიანდებიან. ამ პროცესში საქართველოს რკინიგზა არ არის მხოლოდ სტრატეგიული ინფრასტრუქტურა. საქართველოს რკინიგზა არის საკვანძო რგოლი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. სატვირთო მიმართულებაში დაგვხვდა გარკვეული, ასე ვთქვათ, გამოწვევები, ძირითადი გამოწვევები იყო ელმავლების დანაკლისი და დეფიციტი ელმავლებში. ასევე სავაგონო პარკი არის, ასე ვთქვათ, ძალიან დაწეული რაოდენობრივად, მაგრამ აქაც მივიღეთ მთავრობის ხარდაჭერით, შეიძლება ითქვა საქართველოს ისტორიაში და რკინიგზის ისტორიაში ერთ-ერთი უპრეცედენტო გადაწყვეტილება და ვყიდულობთ ახალ თანამედროვე ელმავლებს, რომელიც სრულად გაანაახლებს საქართველოს რკინიგზის სალოკომოტივო პარკს. ჩვენ ვნერგავთ ახალ სისტემებს, რომელიც ტექნოლოგიები იქნება შესაბამისი კამერებით, სენსორებით და აკუსტიკური სისტემებით, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ რეალურ დროში მატარებლების გაუჩერებლად მოვახდინოთ დიაგნოსტირება სრული ყველა თითოეული ვაგონის. ჩვენ გვექნება სრულად განახლებული გაცილების სწრაფი, ეფექტური და ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი რკინიგზა, რომელიც რეგიონში იქნება ერთ-ერთი თანამედროვე სისტემებით, თანამედროვე საოპერაციო მიმართულებით და თანამედროვე და გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით. სატვირთო და სამგზავრო პარკის განახლებით, ინფრასტრუქტურის სრულად მოდერნიზაციითა და ახალი რეისების დამატებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს რკინიგზა განვითარების სრულად ახალ ეტაპზე გადადის. მადლობა, პირდაპირ ეთერში მარიამ ბერძენიშვილი საუბრობდა.